თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. ღონისძიება ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, საჯარო და კერძო სექტორის ლიდერებს, სტუდენტებსა და მკვლევარებს აერთიანებს. მთავარი მიზანი სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების და განვითარების პერსპექტივების განხილვაა. კონფერენციის ფარგლებში თემატური პლენარული სესიები მოეწყო, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს, აკადემიურ სივრცეს და ქალთა როლს კიბერუსაფრთხოებაში საერთაშორისო და მულტისექტორულ თანამშრომლობას დაეთმო. დღევანდელი კონფერენცია აერთიანებს საოცარ პროფესიონალებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე აერთიანებს იმ სტუდენტებს, რომლებმაც ან დაამთავრეს, ან ჯერ კიდევ სწავლობენ ჩვენ პროგრამაზე და მათ ეძლევა საშუალება, რომ გამოთქვან თავისი იდეები თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების ზოგადად სფერო. პირველად ვნერგავთ Next Gen Business Forums, რომელიც ჩატარდება ხვალ იგივე ფორმატით, როგორც კიბერუსაფრთხოების ეს საერთაშორისო კონფერენცია. კიბერუსაფრთხოების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია თბილისში არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო. თუ შევხედავთ იმ ცვლილებებს, რაც სულ რაღაც ერთ წელში ძირითადად ხელოვნური ინტელექტის წყალობით მოხდა კიბერუსაფრთხოების სფეროში, ისეთი შეგრძნება თითქოს ერთის ნაცვლად 10 წელი გავიდა. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტისა და სანგუს პარტნიორობით ჩვენ უკვე 50-ზე მეტი სტუდენტი გვყავს. პანელზე გვყავს ექსპერტები კურსდამთავრებულებიდან, ბიზნესიდან და უნივერსიტეტებიდან. მე თავად ვიყავი პანელის მონაწილეც. მოდერატორობაც გაუწიე ერთ-ერთ პანელს, მოусმენე აუდიტორიას. ამაღელვებელია იმის დანახვა, თუ რამდენად ფეხდაფეხ მიჰყვებიან ეს ადამიანები თანამედროვე ტენდენციებს.